ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. სხდომა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბადაძემ გახსნა. შეხვედრაზე საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო 1 წლის ანგარიში წარადგინეს. Გავუკეთებთ ანალიზს ჩვენი სამუშაოების შესრულებას და რა თქმა უნდა დავსახავთ სამოავლო გეგმებს, გავითვალისწინებთ იმ წინადადებებს, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან. სამინისტროს სახელით და ზოგადად ქვეყნის სახელით განხილული იქნა ის ძირითადი მიღწევები, რასაც ქვეყანა მიაღწია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული საფრთხეების კუთხით. ამ სხდომაზე აღინიშნა მათ შორის ბირთვული და რადიაციული ნარჩენების მართვის სტრატეგიის დამტკიცების საკითხი.